აი ძალიან ვაიმე. არის 1 ესეც რაღაცებს აკეთებ, ნუ მაშინებ რა. გაყეთავი მანანა. ვაიმე. მოგესალმებით ყველას. დღეს გვაქვს ჩელენჯი, რომელსაც დიდი ხანია ველოდით. გელ და მანენა შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ამ ჩელენჯში იქნება 6 დავალება. 3 მიწაზე, 3 წყალში. და ვნახოთ ვინ მოიგებს. ჩელენჯის პირველი ეტაპი იქნება გარე სივრცეში და ჩელენჯის მეორე ეტაპი კი იქნება აუზში. ახლა კი მეგობრებო, წარმოგიდგენთ დღევანდელი ვიდეოს მთავარ გმირებს. მოგესალმებით მეგობრებო, მზად ვარო დღეს გელა დავამარცხო ყველანაირი ჩელენჯისთვის. მართლა მომზადებული ვარ ფიზიკურად, კარგად მეძინა, კარგადაც ვჭამე და ერთის უნი მაგ როდის დავიწყებ. შეგახსენებთ რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანიაა Galfi. და ჩვენ დღეს ვიმყოფებით კახეთში, თელავში, თითახომში, აი ულამაზეს სივრცეში და აქ მოხდება ყველაფერი დღეს რაც მოხდება. მზად ხარ ჩელენჯებისთვის? რა თქმა უნდა, მზად. 1, 2, 3. პირველი ჩელენჯი. ამ ყველა ნაძვის შიგნით მაქვს დამალული 1-1-100. თქვენ გექნებათ 20 წამი, რომ აუზიდან მოხვიდეთ აქ, იპოვოთ ასოები, შემდეგ კი მიხვიდეთ აუზთან და როგორმე უნდა ააწყოთ მინიმუმ 4 ასოიანი სიტყვა. და თუ ამ 20 წამში ვერ ჩაეტევით, ყველა თქვენი ასო ჩაიწვება. ამიტომაც 1, 2, 3 დავიწყეთ. პირველი არის მანა, 1, 2, 3. მოასწრო. რამდენი ასო გაქავა? 1, 2, 3, 4, 6. 6? ო! კაი, მინიმუმ 400-ია, ასო იქნებ გამომდის უკვე. Ჟ მემეტაიაყალა. ეს თუნდა გამოვიდეს. მოიცა არ გვაწყობს 3-ია. არა დებიობა. მე არ ამცალდა ისე მოიგო. მეგობრებო, აი ურთულესი იყო, ოღონდ მართლა აი აქედან წეგან დაღმართზე რო ჩამოდიოდი, კიდაღამ ცხვირი მოვიტეხე, თუმცა ავაწყე სიტყვა ერბო, მიყვარს ერბო და 5 ქუა მე, ხო? მოკლედ მანენა მოიგო, გილასაც კი არ დააცადა, ანუ უბრალოდ წდა, ანუ ეგრევე მოიტანა 600 და ანუ 400-იანი სიტყვა ააწყო. მადლობთ. 5 ქუა რომ დამიწეროთ სასწრაფოდ. მეორე ჩელენჯის დროა, მეგობრებო, ახლა თქვენ ხედავთ 30 ცალ Galfi-ის ენერგეტიკულ სასმელს და მე და გელა შევაჯიბრებით ერთმანეთს და შევეცდებით, რომ ძალიან მალე ჩავყაროთ Galfi-ის ენერგეტიკულები. აი ამ კალათში. მე მაქვს 15 ენერგეტიკული გზაზე, ხოლო გელასაც 15, ამიტომ ვინც უფრო სწრაფად ჩაყრის ამ კალათაში თავის 15 ენერგეტიკულს, ის მოიგებს. ეს ჩელენჯიც რა თქმა უნდა არის 5 ფულიანი და რაღაც დაველოდოთ, ახლა გელა გამოვიძახოთ და დავიწყოთ ყველაზე სახალისო ჩელენჯი. მოკლედ მეგობრებო, წინა ჩელენჯში არც დამცალდა რომ მონაწილეობა მიმეღო და 5 ფულა ისე დავკარგე და ეს უეჭველი უნდა მოვიგო რა. მოკლედ შენ დაიწყებ ბოლოდან, ესე გადავწყვიტეთ, მე დავიწყებ თავიდან. ანუ მე დავიწყებ აქედან ჩაყრას და მე ბოლოში გავა და მანანა პირიქით. Let's go. 1, 2, 3. Nothing easy. არდე დასაწყისდა რომ ვიწყებ ის ფულიაო და შანსი არ გაქვს, მაგრამ მე ძალიან გამეცინა, იმიტომ რომ დავინახე მაიმუნები დახტო და გელა და ძალიან ვიცინე მაგაზე რა. ყოველ სტრატეგია მქონდა. ანუ მართლა რეალურად გელასი უფრო რთული იყო. რაღაცნაირად მაჯობა. ესე ჩვენი 5-5. მეტად მოვინდო ესეთი მონდოებს. და დავიმსახურეთ მგონი რომ დავლიოთ ეს ენერგეტიკულები. ესეც ასე. 5-5. მოკლედ 5-5. ახლა გეოდებათ. უფრო მაგარი ჩელენჯი და წავედით.
ძალიან დაიძაბა სიტუაცია, რადგან 5-5 არის. არ ვიცი სხვა ჟურის ვინ მოიგებს, რადგან ორივე არიან ძალიან სხაპები, ძალიან მალე დარბიან. ჩემი აზრით, ანუ რავი, შეიძლება ფრეზ დასრულდეს, ან რავი, რომელიმე მოიგოს. ნუ, მაგას ბოლოში ვნახავთ, ამიტომაც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. ეხლა კი ახსნი მესამე ჩელენჯის წესებს. ესე იგი, მანა და გელა ამ დასაწყისიდან იმ ბოლომდე უნდა მივიდნენ ასკინკელთან, აი ესე. და ვინ პირველი მივა და მოვა უკან, ის მოიგებს. ერთი სულ მაქროზი დაიწყებენ, წავედით. სად ვართ მეგობრებო, რომ ეს ჩელენჯი გავაკეთოთ, ცოტა დავიღალე ფიზიკურად, მაგრამ ვეცდები რომ მოვიგო, იმიტომ რომ მართლა ძალიან მინდა რომ დავწინაურდეთ. ჩვენ ხა მივალთ ასკინკილით, შემდეგ ფეხს შევიცვლით და უკან დავბრუნდებით, მართლა წამოყვება კამერით, რა თქმა უნდა და ფეხის შუა გზაში შეცვლა არ შეიძლება, ეს არის თავარი წესი. არც დადება არ შეიძლება, მაგრამ რო დაგვედოს, ანუ რო დაგედოს წააგე რა მარტივად. 5-5 ანგარიშა ძალიან მინდა ეს ჩელენჯი საერთოდ რომ მოგიგო ძალიან მინდა. მართლა ძალიან კარგ ჩელენჯებს გვიფიქრებს ფათაშორის. ბოლომდე ვცდილობთ რომ ერთმანეთი აი არ დავინდოთ არც ერთ. მართლა და განსაკუთრებით აუზში იქნება რაღაც სიგიჟეები ჩემი აზრით და ბოლომდე უყურეთ აუცილებლად შემდეგი 3 ჩელენჯი იქნება აუცილებლად. და გამოგვიწერეთ ეს არქი გამოიწერეთ. ხო, ეხლა რას უყურეთ თუ მოგწონთ ესეთი ვიდეოები და გინდათ რომ უფრო ბევრი ასეთი ვიდეო გადავიღოთ აუცილებლად გამოგვიწერეთ. გამოგვიწერეთ. უბრალოდ დააჭირეთ. რა კარგი იქნება ხო? ეხლა რა მაგარი იქნება? ვინც კი გიყურებს ყველამ რომ გამოგვიწეროს. ხო, კი. აუ რა რაღაცა ველური ვიწეხად. ესეც რაღაცებს აკეთებ, ნუ მაშინებ რა. აი წავიდა. მოიცა! დაიცა. აუ ძალიან ღელა არ მინდა რომ 10-5 გელას ასარგებლოთ. რებს აკეთებს? 5 დანდობა არის. ძალიან წავაგე, ასე არასდროს არ წავიგი. ან გონი ის მაგ ნიჭი მაგ ამაში თუ ესე კარგად რატო გამომივიდა. ანუ გონი ორი ფეხით რო იყო და გელა რო ასკინკილით იყოს, შეიძლება ერთად მივიდეთ. ყველაზე ძალიან წავაგე, მეგობრებო, ვაღიარე. დანდობა არ იქნება. მე სადავიჭერი, იცით, აი პირველი ისე წავაგე რომ არც მიცდია რა, მაგრამ მინდოდა. გოგო მისე მომიგო, ვერსედი აი მანდ დავებობ ცოტა. რას ტყოდი? არ ვიცი, ანუ აზრით აღარ ქონდა უკვე ისე წავაგე. ანუ მე სანამ მოვედი, ეს იყო იქით, ოღონ ჩუაში. არ ვიცი, რაღაცა ეწყობა ბავშვობაში დადიოდა თუ რაღაცა ეგეთი. მოკლედ 10-5 ვეცდები რომ ეხლა გავათანაბრო უკვე. ვაგრძელებთ ჩელენჯს და ეხლა მანეს და გელას გავუკეთებ ძალიან მაგარ ჩელენჯს, რომელიც იქნება აუზში. ეხლა ვეტყვი და აბა ვნახოთ თუ ვინ გაიმარჯვებს. ისინი უყურებენ ორი ერთნაირის ვიდეოს და მივალ და ვეტყვი რა ჩელენჯიც უნდა გააკეთოთ. მანენა გელა როგორ ხართ? რას აკეთებთ? ვიდეოს უყურებთ, ჩვენ ვიდეოს უყურებთ, შენ? რავი, არაფერს, აი თქვენ მოგიფიქრეთ ახალი და უმაგრესი ჩელენჯი. გადავდივართ უკვე? კი, ეხლა ძალიან მეზარეება. ნუ გეზარება. მოკლედ, გაჩერდით? უყურებთ. გაჩერდით. ეხლა 5-5-ია, ხო? ხო, ეხლა ვინც პირველი მივა აუზამდე, ის მოიგებს. როგორ ხარ მანანა? კარგი წყალი იყო? 10-10. ყოჩა ღაბა მანანა დაეწიე გელას და რომ მაგარია. მოვალ ახლა კარგით? ვიყინები მეგობრებო, თუმცა 10-10-ია და ძალიან მიხარია, გელა წაგვექცა, მაგრამ კარგად არის, არავინ არ ინერვიულოთ, მე სუსელი ვარ. აი როგორღაც მოვახერხე, რომ ისე და რაც მეცვა, აი ბოლო წამს უკვე მაქამდე ვერაფერს ვერ ვფიქრობდი, პროსტა ყვიროდი უმისამართოს და ბოლოს მოვახერხე, რომ აი აქ ისე და მაინც გამეხადა, იმიტომ რომ შეგინათ მეცვა ტოპი და რაღაცნაირად მოვახერხე და ეხლა ცოტა მცივა, მაგრამ არა უშავს, თავარი არის ის, რომ 10-10-ია, როგორც ვიცი, ორი ჩელენჯი დაგვრჩა აუზში და მზად ვარ, რომ გელა გვიტიშვილი გავანადგურო ამ ჩელენჯს. აუ, მაგის გამო რას გიცი და როგორ არ გამო. დასაკარგი. ფეხი ამიცურდა და წავიქეცი და მაგიტო ჩამასწრაფო. დასაკარგი აღარაფერი აღარ მაქვს, იმიტომ რომ თავიდან ფეხებამდე ვარ სველი. მოდი ახლა მართას დავეოდოთ, რას გვეტყვის რა არის შემდეგი ჩელენჯი. დაგვიდეო, ანუ დავიღალეთ უკვე.
დავიღალე. ჩვენთვის ვიწეკით და გოგომი. წავიქეთ. ყველაფერი. მოკლედ მე არ მეგონა რომ გელა ეს წაიქცეო და რავი ასკენ კელებლაზიან ისე მოიგო რომ ჩემი აზრით რავიან რო არ წაქცეულიყო გელა აი მოიგებდა რა. ეხლა კი გადავიდეთ აუზის მეორე ჩელენჯზე და ეხლა ავხსნი პირობებს. მოკლედ აუზის ჩელენჯი დარჩა მხოლოდ 2, ამიტომაც ეხლა მან და გელა შეიჯიბრებიან ერთმანეთს ყვინთაობაში, ანუ ჩადებენ თავს წყალში და ვინც უფრო ბევრი ხანი გაძლებს, ის მოიგებს. და დაეწერება 5 ქულა. მე როგორც ძალიან სპორტული ადამიანი, აი მართლა მგონი, აი იმასაც ხო ვამბობდი ის სწრაფზე იყო, ოკეი, მაგრამ ეს მგონია რომ არის, ანუ უფრო სიჯანსაღეზე მე მაქვს პრეტენზია რომ ძალიან სპორტული და ძალიან ჯანსაღი ვარ. საუკეთესო მცურავია. ისე მართლა გელა აი ძალიან ვაიმე. ზვიგენი. მოკლედ მე მაქვს პრეტენზია რომ მოვუგო. რაც არ უნდა მოხდეს არ ამოხვითავ. იუთუბერი არ დაკარგოთ იცოდეთ ამ ჩელენჯის გამო. 10-10-ია ხალხო, ანუ აი ძალიან მნიშვნელოვანია ხა რომ მოვიგო რა. წავიდეთ. დაწერეთ კომენტარებში ვინ მოიგებს 10-10. ოღონდ წინაზე როგორც მომატყუეთ ეგრე არ შეიძლება. არა, პრენკებს არა. დული მაქვს ცუდად რა ამ ჩელენჯების გამო. 1 2 3 ვაიმე ჩაყეთავი მანანა როგორ წევს ღმერთო მოვყოდები ვაიმე ხო აი რო გელა აუ წყალში მივიდა. რა იყო ვაიმე ეს წყალში. მანანა ამას გონია. ეს მის მოგიგო გელა ო რანაირად მომიგო. გამფრანკი ხო? არა ხო მოიგე. მე მოვიგე ხო? კი მოიგე გელა ვიბერე გული წავიდა იქ წყალი შემივიდა არა და ეს ჩავედი და მე მოვიხსენიო მეტი არ მინდა ხო და აი მოკლედ 15 დაცვაგე. ხო თქვი ხალხო რომ ამას მე მოვიგებდი რა პირობას დავდე ის შევასრულე. შემდეგი ჩელენჯის ჯერია და ძალიან მაინტერესებს რა იქნება და როგორ იქნება. რა კაია როცა იგებ რა კაია. მოკლედ ეხლა გელდა მანა ერთმანეთს ეს რაღაცა შეჯიბრებიან. აუზის დასაწყისიდან უნდა მიცურონ აუზის ბოლოში მან დახვდებათ 2 წყალი და უნდა დალიონ ერთ-ერთი. და შემდეგ უკან უნდა დაბრუნდნენ და ვიც უფრო მალე დაბრუნდება უკან, ის მოიგებს და მას დაეწერება 5 ქულა. თუ მანანა მოიგებს, გახდება მაშინ 20-10, მაგრამ თუ გელა მოიგებს, მაშინ გათანაბრდება. შესაბამისად, გადამწყვეტი რაუნდია. მე არ ვიცი ვინ მოიგებს, მაგრამ ჩემი აზრით მაინც აი გელა მოიგებს, იმიტომ რომ გელა აი ძალიან მაგრად სურს. გელაზე ამბო. არ ვამბობ სუგელაზე, შენ ხო იგებ ხოლმე. პროსტან ძალიან ისეთია, ძალიან მაგრად სურს. ძალიან ისეთია, წაიღან არ წააგო. მიდი თაბა. იქამდე უნდა მივიდეთ, 2 წყალი გველოდება, ბოლომდე უნდა ჩავცალოთ ის წყალი და უკან უნდა მოვიდეთ აქამდე რა. ავიდა. კიბესთან მოდი შენ, აი ერთი. ო კაი რა. არ გადააქცია მართლა აი ძალიან მთლიანად გელა მიდი ახლა უკან დაელოდები დანებდა ხალხო ზედის ხავს. დანებდი? როგორ ხარ? უგენი კარგადაა გელა მიდი, ბოლომდე შევსვი კაცო. ხაუ ბამბობანუ როგორ ხარ? ხალბატონო? ანუ ხალხო იმდენად დავამარცხე რომ ჩემი აზრით ლიანად მე უნდა მოვიდე. იმე ასები მივეცე. დაჟე 2 წელს გავაკეთებდი და ისე მოვიდე. მოკლედ. დააჯი მარა ფრემორჩ. ხო რავი რა ფრემორჩა რა. საერთოდ არაფერი არ დაგვიდგამს.
ბოლომდე მიგვეცადე რომ მომეგო და ეს ბოლომდე ცდილობდა იმენა მუღამი გქონდა ორივეს და რა კომენტარებში დაგვიწერეთ მეორე ნაწილი თუ გინდათ გადავიღებთ უეჭველი რა არიელი მე რა ლამაზი არიელია პირველი იყო და ვაფშე შანსი არ მომეცა მე წავიქეცი მე კეცი და ზევანდელი ჩელენჯი მოკლედ ფრეა შემდეგს მოვიგებ მე რას ვიგებ უეჭველი მოვიგებ ამას ნახავს და მე დავამტკიცებ დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახოლ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია არის Galfi და მომავალ შეხვედრამდე კოცნით